დღეს სახარებაში წავიკითხეთ კვირა დღეს მის განკურნება. თუ როგორ განკურნა უფალმა ბრმა. ხოლო 60 ფულოში წავიკითხეთ. თუ ეს შინაარსი იყო ესეთი რომ პავლე მოციქული, პავლე და შირა მიდიოდნენ ქალაქში და მათ აეკიდათ ერთი ხალი, რომელიც იძახდა, რომ ეს ხალხი ღვთის ხალხია. და პავლემ ხმა არ გასცა და როცა უკვე შეაწუხა ამ ხალმა, უბრძანაო ამ ხალის სულს, რომლითაც იყო შეპყრობილი ეს ხალი, რომ გასული უნდა ამ ხალისგან. ეხლა მე მინდა თქვენს მივხვდეთ თუ რატომ არის დღეს ეს სახარება და სამოციქულო. პირველ რიგში შეგახსენეთ, რომ სახარებას ყოველთვის განმარტავს სამოციქულო. სახარება და სამოციქულო ეკლესიის მამებს აქვთ ისე შერჩეული, რომ ორივე ერთმანეთს მარტავს, ორივე ერთმანეთს ავსებს. და აი რა შუაშია ბრმის განკურნება და რა შუაშია პავლე მოციქულის მიერ ხალისგან ეშმაკის განდევნა. ხალი, რომელიც მისნობდა ამისგან განდევნა ეშმაკი პავლე. დღეს არის ბრმის კვირა. ხვდებით რატო დააკავშირა ეკლესია ერთმანეთს ეს ყველაფერი? როგორ? ის ხალი იყო ბრმა. კი, არა, მაგრამ ის მისნობდა. აი, უბრალოდ ეხლა მე რა მინდა ჩვენ თვითონ რომ ჩავწვდეთ თუ რატო აკეთებს ეკლესია ამას. გამიგეთ, აი ეს არის აზროვნების ფორმა, ეკლესიის აზროვნების ფორმა. თუ ამ აზროვნების ფორმაზე ვისაუბროთ დღეს. ხალი, რომელიც იყო ეშმაკი, ანუ ეშმაკისგან შეპყრობილი, ეშმაკის სულით, ანუ ბოროტის სულით შეპყრობილი, ამისგან ბოროტს სულს დევნის პავლე და ამავდროულად იკითხება ბრმის სახარება, სადაც მაცხოვარი მიწაზე განერწყავს და თვალზე წაუსვავს. და ეს იკითხება ეგრეთვე. მნიშვნელობას გეკვით მე, რომ ეს არის ბრმის კვირა. და ეკლესია ბრმის კვირა დააწესა იმიტომ, რომ მაცხოვარი მოვიდა. როგორც თვითონ ამბობს, მოვედიო განკითხვა ცოდვისა. რათა ისინი ვინც ვერ ხედავენ, დაინახონო და ვინც ხედავს, ის დაბრმავდეს. ამის აღსანიშნავად არის დღეს ბრმის კვირა. და მაცხოვარი მოვიდა ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ, რომლებმაც ვიცით, რომ არსებობს ორი სამყარო და ვერ ხედავთ, ვინც იცის, რომ ვერ ხედავს, აი იმას რომ ხედვა მიანიჭოს და ვისაც გონია, რომ ხედავს, იმას რომ ხედვა დაგარგოს. ანუ მას უკვე დაგარგულია. ბრმის განკურნებით და პავლე მოციქულის ერთმანეთთან დაკავშირებით ეკლესია გვეუბნება, რომ მაცხოვარი მოვიდა არა იმისთვის, რომ ჩვენ ამ თვალებით ხედა ვინახოთ, ან სახე დავინახოთ, ან რაღაცა ისეთი, რაც ხილულია. არამედ დავინახოთ ის სულები, რომლითაც იყო ის ხალი შეპყრობილი, რომელსაც პავლე ხედავდა. აი ამ თვალის ასახედად მოვიდა მაცხოვარი და ზუსტად მოხერხდა ის, რომ ადამიანებს აუხილა აი ის თვალი, რომელი თვალით იწყებს მეორე სამყაროს ხედავს.